159 საჯარო სკოლაში კი დღეს სამეურვეო საბჭომ დირექტორის გათავისუფლების საკითხი განიხილა. მაია გიორგობიანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ სკოლაში გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე მსჯელობდნენ. სხდომა 2 დღეში გაგრძელდება, უნდა შეუწყდეს თუ არა დირექტორს უფლებამოსილება წარმოდგენილ ბრალდებათა საფუძველზე. რას ფიქრობენ საბჭოს წევრები და თავად დირექტორის პოზიცია ნახეთ ქეთი ფარცხალაძის სიუჟეტში. ეს საბუთები იმყოფება ადგილზე, ეს არის საჯარო ინფორმაციები და 2 დღეში მოგვაწვდიან მესამე დღეს განვახილოთ მუშაობას. განათლების მინისტრის ბრძანების განხილვა 159 საჯარო სკოლაში 2 დღეში გაგრძელდება. ბრძანებაში დიმიტრი შაშკინის სამეურვეო საბჭოს დირექტორის ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვას ავალებს. მაია გიორგაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი სკოლაში გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე დადგა. დასკვნის 70% უბრალოდ არის რბილად რომ ვთქვათ არასწორი ინფორმაცია მოწოდებული, დანარჩენი 30%-დან 25% არის სამართლებრივი კაზუისტიკის თვალსაზრისით არის სადაო თემატიკა, ხოლო 5% არის ტექნიკური უსწორობა, ვთქვათ ბუღალტერიაში ბუღალტერს რაღაც რეკვიზიტი გამორჩა. სამეურვეო საბჭოს წევრები გენინსპექციის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებსა და მათზე დირექტორის პასუხებს სხდომაზე გაეცნენ. გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს დამატებითი ინფორმაცია დასჭირდა და განათლების სამინისტროდან გენინსპექციის მასალების სრულად გამოითხოვა. ამ ეტაპზე საბჭოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. ბევრი მართალია გაკეთდა სკოლაში, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც არის სადაო და რა ვიცი, მე არ მიმაჩნია ის არ უნდა იყოს ესე. მე ვფიქრობ, რომ უნდა წავიდეს დირექტორი. ჯერჯერობით ამ საკითხებში მე რაც ჩავიხედე და დავინახე, ფაქტიურად აქ ისეთი დარღვევა არ არის, რომელიც უნდა გახდეს დირექტორის გათავისუფლების საკითხი და კიდევ ახლა დანარჩენი განხილვებიდან გამომდინარეც გადაწყვეტილება საბოლოოდ მე მივიღე. მაია გიორგაძის თანამდებობაზე დარჩენა წასვლის საკითხს სამეურვეო საბჭო კიდევ 1 თვეს ვერ გადაწყვეტს. დირექტორმა თავდაცვის მიზნით გამაფრთხილებელ გაფიცვას მიმართა. ამ პერიოდში კი მის გათავისუფლებას კანონი კრძალავს. მაია გიორგაძე გაფიცვის მიზეზად პირადად მასზე და სამეურვეო საბჭოს წევრებზე განათლების სამინისტროს მხრიდან ზეწოლას ასახელებს, რაზეც სკოლის სხვა თანამშრომლებიც საუბრობენ. ხდება ინდივიდუალურად დაბარება მათი და საუბრებში გამოისახება მუქარის ტონი. სამეურვეო საბჭოს წევრი ბატონი ელგუჯა გუზიდაშვილი მოდის ჩემთან და მიხსნის თავის სიტუაციას, რომ 2 დღეს უკან იქნა დაბარებული გამგეობაში, სადაც მას არგუმენტირებულად მუქარის ტონში დაუსაბუთეს, რატომ არ უნდა დაუჭიროს ქალბატონი მაიას მოვალეობის შესრულების გაგრძელებას მხარი. ცალსახად ითხოვდნენ ჩემ გადადგომას სამსახურიდან ნებაყოფილობის წასვლაზე მომეწერა ხელი. როცა მიიღეს უარი პასუხა, დაიბარეს ჩემი მეუღლე, იგივე უთხრეს, რომ სამსახურიდან გადადგომაზე ხელი მომეწერა და შემდეგ დამემუქრენ ცალკე მე, ცალკე ჩემ მეუღლეს, რომ აუცილებლად შემოვა გენინსპექცია და რაღაცა სკოლაში ისეც როგორ ვინახავს და ბოლოს გაგახვუჭებთ. მაია გიორგაძე ერთადერთია იმ დირექტორთა შორის, რომელიც 9 ნოემბერს განათლების სამინისტროს მოთხოვნას თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების შესახებ არ დაეთანხმა. ამის შესახებ მან საჯაროდ ისაუბრა. 159 სკოლის დირექტორს სამეურვეო საბჭოს ობიექტურობის იმედი აქვს.